დღეს მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო იმაზე, თუ რა დამართეს ნაცებმა თავიანთ მხარდამჭერებს და ზოგადად ეგრეთ წოდებულმა პროდასავლურმა ძალებმა საქართველოს ოპოზიციამ რა დამართეს თავიანთ მხარდამჭერებს. აი ამაზე მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო. ამ ადამიანებს აურიეს თავგზა და პირდაპირ გზას ააცდინეს ეს ადამიანები იმ გაგებით, რომ ეს ადამიანები ფაქტებს არ აღიარებენ, ფაქტებს უარყოფენ და აღიარებენ ვიღაცების აღქმებს, გვარამიას, ხოშტარიას და ვიღაცა სირიკოების აღქმებს იღებენ როგორც რეალობად და ფაქტებს უარყოფენ ეს ადამიანები. ამ ადამიანებს ვთხოვდი და მოუწოდებდი, რომ თუ კი რამე ფაქტი არსებობს იმისა, რომ ქართული ოცნება არის რუსული ხელისუფლება, გვაჩვენონ სრულიად საზოგადოებას, თუ კი სადმე არის ისეთი ხელშეკრულება, რომელიც ამას ადასტურებს, ან თუ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები სადმე რუსებს ხვდებიან და კულუარულად რამეღაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ან რამე ნაბიჯი თუ გადაუდგია ქართულ ოცნებას ისეთი, რომელიც რუსეთისთვის იქნებოდა სიკეთისმომტანი და საქართველოსთვის იქნებოდა დამაზარალებელი. ან რამე განცხადება, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაავრცელა, ისეთი განცხადება, რომელიც ადასტურებს იმას, რომ რაღაცა რუსების ინტერესებს ატარებს ქართული ოცნების ხელისუფლება. ასეთი თუ არსებობს ბუნებაში, გამოიტანონ და გვაჩვენონ სრულიად საქართველოს და საზოგადოებას, ხო? მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ბუნებაში არ არსებობს და ამათთვის რუსული ხელისუფლება იმიტომ არის ქართული ოცნება, რომ ეს არის გვარამიას აღქმა, ეს არის ხოშტარიას ბოდვა და გირჩი ჯაფარასი და ვიღაცა სირიკოების ბოდვები. ისევე როგორც არჩევნების გაყალბება არის ბოდვა, ზუსტად იგივე ბოდვა არის ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება. არჩევნების გაყალბება ვახსენე და ამდენი თვე გავიდა არჩევნებიდან და არ ვიცი, 10 რეალური ფაქტიც ვერ დადეს იმისა, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა, ხო? ერთადერთი კადრი ვნახე არჩევნების გაყალბების, ხუთში რო ტენიდნენ ვიღაც ადამიანები ბიულეტინებს და მეორე დღეს გავიგე, რომ ეს ადამიანები დააკავეს, გაასამართლეს და ეს უბანი საერთოდ გააუქმეს. ეგ არის ფაქტი, რაც ვნახეთ, ხო? მსგავსი ფაქტები ხო არ წარმოუდგენია ოპოზიციას და რაღაცებს ბოდავენ, იგი მან გაჟონა, ამან გამოჟონა, რაღაცა თურმე კომპიუტერ პროგრამულად გააყალბეს და რუსებმა გაგვიყალბეს და 1000 სისულელეებს ლაპარაკობენ და ვერც ერთი ექსპერტიზის დასკვნა ვერ დადეს, რომ იმ აპარატით მართლა შესაძლებელი იყო, რომ გაყალბებულიყო არჩევნები, ხო? ეს აპარატები შეამოწმეს სწორედ დასავლელმა ექსპერტებმა არჩევნებამდე და დასკვნა დადეს, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატებით რამე გაყალბების გაკეთება, რომ გაეყალბებინათ არჩევნები. ასევე არჩევნების შემდეგაც ჩაუტარდა ამ აპარატებს ექსპერტიზები და ვერ დადეს დასკვნა, რომ ამ აპარატით შესაძლებელი იყო არჩევნები ისე გაყალბებულიყო, რომ რამე ფაქტი არ დარჩენილიყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს, იმ ახალგაზრდებს, ვინც დგანან რუსთაველზე და რაღაცებს გაყვირიან ცეცხლი ოლიგარქიას და რაღაც სისულელეებს, ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ეს ფაქტები, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ამ ადამიანებს არ უჩნდებათ კითხვა ამ თემებთან დაკავშირებით, რასაც მე ვიძახი და ბრმად სჯერათ იმისა, რომ ხოშტარია რო გამოდის და იტყვის, რომ ქართული ოცნება არის რუსული ხელისუფლება, ამის სჯერათ ამ ადამიანებს და ფაქტების არ სჯერათ და ფაქტებს უარყოფენ. სამაგიეროდ სჯერათ იმ ელენე ხოშტარიასი, რომელიც არის დიპლომიანი რუსი და რომელიც დღემდე იღებს რუსეთიდან დაფინანსებას და დღემდე მის ოჯახს ერიცხება ფული. ეს ის ხოშტარია, რომელიც სხვისკენ იშვერს თითებს და თვითონ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიპლომიანი რუსია და რუსეთიდან დღემდე იღებს მისი ოჯახი ფინანსურ დახმარებას.
აი ასეთი ადამიანების ჯერად სამწუხაროდ ამ ახალგაზრდებს ვინც გააბრიყვეს და ფაქტებს უარყოფენ და ფაქტები არ აინტერესებთ. სანამ ჩვენი საზოგადოება არ მიეჩვევა იმას, რომ სიტუაცია შეაფასოს ფაქტებით და არა ვიღაცების აღქმებით, მანამდე არ გვეშველება არაფერი და მანამ ვიქნებით აი ამ დღეში, რა დღეშიც ვართ. პირველ რიგში ეს იქნება კარგი იმ ადამიანებისთვის, ვინც აი გზაბნეულებით, თავგზაარეულებით განან იმ პარლამენტის შენობასთან და რაღაცა სისულელეებს რო ყვირიან. პირველ რიგში მათთვის იქნება ეს უკეთესი, რომ შეძლებენ როგორ თქვა, სრულყოფილად იცხოვრონ და ადვილი მოსატყუებელი არ გახდნენ ჯაფარების და ხოშტარიების და ვიღაცა ბანძების. აი ამის თქვა მინდოდა ამ ხალხთან დაკავშირებით, ვინც დარბიან ქუჩა-ქუჩა და ცეცხლი ოლიგარქიას და რაღაცა სისულელეებს რო ყვირიან.